გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ ერთი ზოგადი მიმოხილვა თუ რას მოგიტანთ დარჩენილი დეკემბრის ენერგიები. ანუ დეკემბრის დარჩენილი 2 კვირა. გაშლა იქნება ერთ ვარიანტად და ცოტა ვცლად. მე დავამუშავებ მთელ დასტას თქვენთვის, რადგან ბევრმა აღმოაჩინოს თავის საკუთარი თავი და დავიწყოთ, რა შეიძლება მოიტანოს. და მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში დაიწყო ინფორმაცია იმით, რომ აქ არის მოლაპარაკება სამსახურეობრივ სფეროში ფინანსებზე. თუ ვინმე ხართ გასაუბრებაზე, ნამყოფი იმყოფებით გასაუბრებაზე და ფიქრობთ ამაზე ძალიან ბევრს, თუ როგორ ჩაივლის გასაუბრება, მინდა გითხრათ, რომ ეს გასაუბრება ჩაივლის კარგად, მაგრამ შესაძლებელია პასუხი არ იყოს ძალიან მალე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ დადებით პასუხამდე შეიძლება გაიაროს დრო. ადამიანმა კარგად უნდა დაწონოს ყველაფერი და გადაწყვიტოს რამდენად ხელსაყრელი ხარ მის სფეროში, მის არსებულ სფეროში და გადაწყვეტილებას ვერ იღებს უცებ. ვერ დგავს უცაბად გადაწყვეტილებას ნაბიჯს. მაგრამ ფიქრის შემდეგ თქვენ მოგივათ მისგან დადებითი პასუხი. ადამიანი ახლა ყოღმანობს, ფიქრობს ძალიან ბევრს, არის გაჩერებული, მაგრამ რაც არ უნდა იყოღმანოს და რამდენიც არ უნდა იფიქროს, მისგან მოდის დადებითი პასუხი. და კიდევ ვიღაცასთან რაღაც დაინგრა, შესაძლებელია ზოგთან სასიყვარულო სფეროში და ზოგთან სამსახურეობრივ სფეროში. ყველამ აღმოაჩინეთ თქვენი საკუთარი თავი, ვისთან რა დაინგრა ახლო მომავალში, ახლო წარსულში. ვისთანაც დაინგრა ახლო წარსულში, სასიყვარულო სფერო ან სამსახურეობრივი სფერო, შესაძლებელია ბევრთან ბიზნესი. თქვენ გადადიხართ მეორე ეტაპზე და გაქვთ გამარჯვება. აქ მოდის დახმარება, როგორ აგიხსნათ, ანუ ადამიანი არ გაძლევს პირდაპირ არ გეხმარებათ. აქ უფრო არის დაწონილი სამართლიანებრივი ნაბიჯი. ანუ ადამიანი შეეცდება არ დააზარალოს ვინმე და გაათანაბროს არსებული ფინანსები. თუ ვინმესთან სამსახურეობრივ სფერო ჩამოინგრა და ამ სამსახურიდან კიდევ ელოდებით დარჩენილ თანხას, მინდა გითხრათ, რომ მიიღებთ დარჩენილ არსებულ თანხას. აქ ზოგთან ბევრთან შესაძლებელია იყოს კამათი სამართალთან არსებული კამათი. ანუ ბევრი ცხოვრებაში შესაძლებელია იყოს სასამართლო და სასამართლო პროცესიდან თუ გადაწყვეტილებას ელოდება, მინდა გითხრათ, რომ აქ გადაწყვეტილება მიიღება ისეთი, რომ არც სწრაფად დაიწყოს და არც შემფურიო ჩვენებურად. თუ ფინანსებია გასაყოფი, ფინანსები გაიყოფა ზუსტად ისე, როგორც ჩათვლის სასამართლო პროცესი საჭიროდ, არც ერთი მხარე არ იქნება დაზარალებული. აქ ადამიანი ფიქრობს, ადამიანის აზროვნება გონება არის ორად გაყოფილი და ფიქრობს იმპერატრიცაზე, შესაძლებელია ადამიანს უწევდეს თავის დაცვა რაღაციდან ან ვიღაციდან. ადამიანი არის შეყვარებული, მას ყავს თავის იმპერატრიცა, რომელსაც ბევრს ფიქრობს და რომელთანაც მალე ეს სასიყვარულო სფერო დაგვირგვინდება ქორწინებით ან ჯურისწერით. აქ არის ადამიანი
თავდაცვის სფეროში ადამიანი იცავს თავს და აქედან დასწიდან და არყნებიდან გამომდინარე ადამიანს უწევს თავის დაცვას სასიყვარულო სფეროში და არა იმპერატრიცის გამო, არამედ ნახე როგორ არის მეგობრებო, აქ ადამიანი შეყვარებულია იმპერატრიცაზე, მაგრამ მას აქვს ბევრი წინააღმდეგობა გადასახი. შესაძლებელია მას ამ ქორწინებას და ამ პირთან ურთიერთობას უშლიდეს დედა, ოჯახის წევრი ან ვიღაც. არ აძლევდნენ საშუალებას, ბევრი ცუდი მრჩეველი ყავდეს და საზოგადოებისგან ადამიანს უწევს თავის დაცვა. ადამიანი ახლა ამ წუთში არის დაკვირვების პროცესში, აკვირდება ყველაფერს, მაგრამ მინდა რომ გითხრათ, რომ ადამიანი მალე გადადგავს ნაბიჯს. მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და მისი გადაწყვეტილება იქნება მისთვის ადვილი, ანუ რაც მას აწყობს. ზოგიერთის ცხოვრებაში ფიქსირდება ფორმიანი ადამიანი, მეგობრებო, ფორმიანი ადამიანი, ეს არის უფრო მეტწილად ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეს ექიმი, ან მუშაობდეს აფთიაქში, ყიდდეს სწავლებს, შესაძლებელია ბევრთან დაფიქსირდეს ქურდი, რომელიც უფრო მეტად შემოსილია შავი ფერის ტანსაცმელებით. აი ასეთი ადამიანი დაფიქსირდა ზოგიერთის შემთხვევაში და არა ყველასთან. ამ ადამიანისთვის ხართ ვარსკვლავი, იზიდავთ ძალიან, მაგრამ არის გაჩერებული და არის დაკვირვების პროცესში. შესაძლებელია ადამიანი შავგვრემანი იყოს და ფორმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს, ესეც არ არის გამორიცხული. ადამიანი არის ამ დროისთვის არის ძალიან დასტრესილი არა იმიტომ რომ ან გაფრაზებული ან რამე პრობლემები აქვს, არა ძალიან ბევრს ფიქრობს და ფიქრით არის დასტრესილი. ფიქრობს რა მოიმოქმედოს, როგორ გადადგას ნაბიჯი, რადგან მის ცხოვრებაში არის არსებული ქალი, რომელსაც თulis ვარსკვლავად და ამ არსებულ ქალს თulis არა მარტო ვარსკვლავად, არამედ ძალიან ძლიერ ქალად. შესაძლებელია ქალს ადარებდეს ლომსაც კი. რადგან არის ძლიერი და დამოუკიდებელი. შესაძლებელია ადამიანი ფიქრობდეს იმაზედაც, თუ რამდენად გამოვა ამ ქალთან ურთიერთობა, რადგან შესაძლებელია ადამიანს უყვარდეს, მაგრამ მასში ხედავდეს ძალიან ძლიერ ენერგიებს და ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება ამ ენერგიებს და რა გამოვა მათ შორის წყვილთან არსებობაში. ანუ გაქაჩავს თუ არა პიროვნება ამ ადამიანთან ურთიერთობას, პარტნიორობას უფრო მეტწილად. აქ ბევრი ფიქრის შემდეგ ჯერ ადამიანი არ იღებს ნაადრევ გადაწყვეტილებას, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტს ადამიანი, რაკნას დარჩეს ურთიერთობაში თუ წავიდეს, შესაძლებელია ბევრთან ადამიანი გაფრინდეს, რადგან მას ეჩვენებით ძალიან ძლიერ და შეიძლება ადამიანმა ჩათვალოს, რომ ამ ურთიერთობიდან არაფერი გამოვა და ის ყოველთვის იქნება დაზარალებული, ის ყოველთვის საკუთარ თავს ჩათვლის დაზარალებულად, რადგან ამ ქალში მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია ხედავს ძალიან ძლიერ ენერგიებს, მამაკაცურ ენერგიებს და შესაძლებელია ჩვენებურად ვთქვათ, ვერ გაუკაჩოს დონე ან ურთიერთობა. მესამე ვარიანტი კიდევ, აი აქ არის ადამიანი ელოდება ფინანსებს, ადამიანმა ჩადვას რაღაც ფინანსები და ელოდება მის განვითარებას. ვინც ელოდებით ჩადებული ფინანსების განვითარებას, მინდა გითხრათ, რომ განვითარდება, მაგრამ მეგობრის დახმარებით ან კიდევ ამ ჩადებულ ფინანსებში, სადაც ჩადებით ფინანსები და ელოდებით განვითარებას, შესაძლებელია მარტო ვერ ართმევდეთ თავს და დაგჭირდეთ პარტნიორის აყვანა სამსახურეობრივ სფეროში და თუ ასე გადაწყდა, თქვენ აიყვანთ პარტნიორს და ეს პარტნიორი იქნება ბავშვობის მეგობარი თქვენს ბიზნესში ან თქვენ საქმიანობაში, რაც იმასაც არ უნდა
რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს, მეგობარი დაგეხმარებათ, მეგობრებო და ერთად ეცდებით, შეეცდებით ფინანსების განვითარებას. ან თუ კიდევ ვინმეს ან რაღაც უთანხმოება მოგივიდათ ფინანსების გამო და ვიღაც მეგობარს გული დაწყდა თქვენზე რაღაც ფინანსები არ გაიყოს სწორად, მინდა გითხრათ, რომ შეეცდებით ურთიერთობის გამოსწორებას, მეგობარს მისცემთ არსებულ თავის კუთვნილ ფინანსებს და გამოასწორებთ ურთიერთობას და თუ გულწრფელობის გამო შეჩერდა ურთიერთობა ფინანსებში, სამსახურებრივ სფეროებში, ეს თქვენი სწორად გადადგმული ნაბიჯი გამოასწორებს ურთიერთობას და განახდება ერთობრივი მუშაობა თავიდან და განახდება მეგობრული ურთიერთობა სამსახურებრივ სფეროში. აქ არის კიდევ ერთ ვარიანტად განვიხილოთ. მეგობრებო, ამას რომ ვიხილავ, ეს ყველაფერი ერთის თავზე არ არის, სორცლად ვშლი დასტას და ყველამ თავისთავისავი უნდა აღმოაჩინოს. ზოგიერთთან არის დაფიქსირებული ასევე ფინანსების დედოფალი, რომელზედაც ძალიან ბევრს ფიქრობს ადამიანი. ფიქრობს ამ დედოფალზე, არის ჩაკეტილ სივრცეში, ვერ ართმევს სტრესს თავს, ადამიანი ფიქრობს ფინანსების დედოფალზე. შესაძლებელია ამ ფინანსების დედოფალი ამ შემთხვევაში იგულისხმებოდეს, რომ ადამიანს აქვს თავის დამოუკიდებელი ფინანსების სასაზღვრო წყარო და ადამიანი, რომელსაც უყვარს ეს ქალბატონი, შესაძლებელია ვერ მიდიოდეს მის დონეზე ფინანსების სახით და თავს თვლიდეს დაზარალებულად და სწორედ ამაზე იყოს სტრესში, თუ რა ნაბიჯი გადადგას, როგორ გამოიმუშაოს ფინანსები, როგორ გახდეს მივიდეს ამ ქალბატონის დონეზე, რათა შესთავაზოს ურთიერთობა. ანუ ადამიანს უნდა ურთიერთობის დაწყება, მაგრამ ვერ ბედავს, იმიტომ რომ ადამიანი თვლის, რომ ის არ არის მის დონეზე მისული და ეს მის დონეზე მისვლა შესაძლებელია ეხებოდეს ფინანსებს. მაგრამ ადამიანი გამოიმუშავებს რაღაც მეთოდს და ადამიანი ამოძრავდება და ადამიანი იმოქმედებს ამ ქალბატონის წინააღმდეგ გადადგავს ნაბიჯებს, რამდენად სწორად გამოუვა მისი გადადგმული ნაბიჯები, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ნაბიჯებს ნამდვილად გადადგავს. გამოიმუშავებს მეთოდს, თუ როგორ მიუახლოვდეს ამ ქალბატონს და კი, აქ არის ფინანსების ნაკლებობა. ფინანსების არქანობის გამო მამაკაცი ვერ მიდის იმ ქალბატონთან, რომელი ქალბატონთანაც უნდა მისვლა. მაგრამ მამაკაცი გამოიმუშავებს ფინანსებს და გამოიმუშავებს მეთოდს, თუ რა ნაბიჯები გადადგას, როგორ მიუახლოვდეს ქალბატონს და მიუახლოვდება. აქ მამაკაცს ექნება ბევრი გზა შერჩეული და ამ ბევრი გზიდან შეეცდება აირჩიოს სწორი გზა, რათა სწორი ნაბიჯი გადადგას. შეეცდება სწორი გზის არჩევას და მიუახლოვდება თავის ქალბატონს, თავის გადადგმული ნაბიჯი იქნება სწორი არჩევანი, ერთი სიტყვით. კიდევ ერთი შემთხვევა. ვიღაცასთან დაინგრა ურთიერთობა ტყუილის საფუძველზე, აქ არის გულნატკენი ადამიანი, რომელიც გაბრუნდა ურთიერთობიდან, მიდის ურთიერთობიდან. და ვისთანაც ეს რეზონირდება, ნახოთ რა იქნება მათ ცხოვრებაში, სტრესი. ადამიანი არის ხელფეხშებორკილი, დაინგრა ურთიერთობა, მიდის ურთიერთობიდან და მინდა გითხრათ, რომ ამაში არც ის პარტნიორია დამნაშავე, რომელმაც მოგატყუათ, თუ თავს დაზარალებულად თვლით ტყუილის გამო და არც თქვენ არ ხართ ურთიერთობაში დამნაშავე, რადგან ეს მაღალი ძალების მოტანილია, ეს არის კარმის მოტანილი, კარმულია თქვენი ტკივილი სასიყვარულო სფეროში. და რა იქნება ამ შემთხვევაში იქნება ახლის დასაწყისი, ახალ პიროვნებასთან დასაწყისი, მუშაობის შემდეგ, ანუ თქვენ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ თქვენ გადადგავთ სხვა ნაბიჯებს
და თქვენ ცხოვრებაში შემოუშვებთ ახალ პიროვნებას, რადგან თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ტყუილს ასე მარტივად არ პატიობს, თუმცა გაარკვევთ ყველაფერს, გაურკვეველს არაფერს დატოვებთ. პირველ რიგში ახალი ურთიერთობის დაწყებამდე თქვენ გადადგავთ ნაბიჯებს ძველ პარტნიორთან არა ურთიერთობის ასაგებად, არამედ პრობლემის გადასაჭრელად, იმის გასარკვევად, რომ მე ვიცი ყველაფერი და მე არ ჩაგათვლევინებ თავს. ჩვენებულად ვთქვათ, შტერად, იდიოტად, მე ვიცი ყველაფერი, გაარკვევთ სიტუაციას, ამ ადამიანს გააგებინებთ იმას, რომ ყველაფერი იცით და დაუხურავთ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ეს თქვენთვის მარტივი არ იქნება, ეს მოგიტანთ გულის ტკივილის, მაგრამ გულის ტკივილის შემდეგ თქვენ გადადიხართ საკუთარ თავზე მუშაობაზე, თქვენ მუშაობთ ძალიან ბევრ საკუთარ თავზე. და როდესაც უკვე საკუთარ თავზე იმუშავებთ და მოიკრიბავთ ენერგიებს, თქვენ დაიწყებთ ახალ ურთიერთობას, შეხვალთ ახალ ურთიერთობაში, მეგობრებო. კიდევ ერთი, აქ არის ადამიანი სტაბილურად მდგრადი ადამიანი მდგრადი ყველაფერი გასწორებული რომ აქვს თავისთვის, მაგრამ მაინც ელოდება ფინანსების განვითარებას, რაღაციდან ელოდება ფინანსებს და მინდა გითხრათ, თუ ვინმე საიდანღაც ან ვიღაციდან ფინანსებს ელოდებით, მოდის ძალიან სწრაფი განვითარება ფინანსებში, მეგობრებო, ფინანსებში ძალიან სწრაფი განვითარება გაქვთ. შესაძლებელია ეს თვითკმარი ადამიანი, თავდაჯერებული ადამიანი შეიძლება ელოდებოდეს პარტნიორ ურთიერთობას, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც ურთიერთობისთვის აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს, ზის თავისთვის ოთხ სფეროში და ფიქრობს, მოვა, არ მოვა და არ მოვაო რა ერთი სიტყვით. ელოდება რა ადამიანს არ უნდა იმისთვის, რომ ოჯახური მდგომარეობა აიწყოს პარტნიორულ თვალსაზრისით, არ უნდა ფეხის გადადგმა. არ უნდა ფეხის გადადგმა, იმიტომ რომ თავს მარტოდაც კარგად თulis, კომფორტულ ზონაშია და ელოდება რა. იქნება, არ იქნება და არ იქნება. სწორად გამგებლები გამიგებთ ვისთანაც რეზონირდება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სამყაროს უნდა გამოვიდეს ეს საქმე და გამოვა. ვინც ელოდებით, კიდევ ერთხელ გამიმეორეთ, ვინც ელოდებით ფინანსებს და ხართ ფინანსების მოლოდინში, ძალიან სწრაფად განვითარდება ფინანსები და მოვა ფინანსები, მაგრამ ნერვებს კი არ იწიწკნით და ისე კი არ ელოდებით ამ ფინანსებს, მეგობრებო, ზუსტად რო აღმოაჩინოთ თქვენი თავი. კომფორტულ ზონაში ხართ რა. ეს ფინანსები, რომელ ფინანსებსაც ლაპარაკია, თქვენ ზონას არ არღვევს, მოვა, არ მოვა, მაგრამ მაინც სწრაფად მოდის. და თუ სასიყვარულო სფეროს ეხება, ამ შემთხვევაში რაც კომფორტის ზონიდან არ გამოდიხართ, დინჯად შვიდად ელოდებით. გამოვა, არ გამოვა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ გამოვა კი არა, უფრო მეტიც, მეგობრებო, უფრო მეტიც თქვენთან შემოდის ძალიან დიდი ბარაკა, ხვავი, დოვლათი, რაღაცის იმპერატორი ხართ, ან ვიღაცის იმპერატორი ხართ. აქ არის ადამიანი თვითკმარი და ამ თვითკმარ ადამიანს შემოუდის კიდევ ფინანსები, ანუ ადამიანი თუ ახლა კომფორტულ ზონაშია ფინანსების მხრივ, ადამიანი მდიდრდება რა, აღელვების გარეშე, წარსულსაც უარი დოკავს, ნეტავინ არის. შესაძლებელია წარსულში რაღაც არ გამოვიდა, მაგრამ ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია წარსულში არ გამოვიდა, რაღაც ჩაეშალა და ხელმეორედ სცადა, ნერვების დღლების გარეშე ელოდება რა იქნება და როგორ იქნება და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამიტომ გეუბნებით ხოლმე ზოგჯერ, რომ აქ არის სტრესი, აქ კი არა ზოგადად გაშლებში ხშირად ფიქსირდება ხოლმე არის სტრესი, უალაგო სტრესი, რომელიც სტრესიც არ საჭიროებს. და თვითონ უქმნიან ადამიანები თავის თავს სტრესს. აქ კი არის მშვიდად და მყუდრობაში მყოფი ადამიანი, რომელიც ჯდომით ელოდება განვითარებას, სიმდიდრეს და ეს სიმდიდრე მოვლის ადამიანს. გილოცავთ წარმატებები, ვინაც აღმოაჩინეთ საკუთარი თავი. კიდევ რა არის? ადამიანი ერთი ადგილიდან გადადის მეორე ეტაპზე. მეგობრებო, ვისთანაც რაღაც იყოს შეჩერებული,
უფრო სასიყვარულო სფეროში და ემზადებით ახლა მეორე ეტაპზე გადასასვლელად. მინდა გითხრათ, რომ გადახვალთ მეორე ეტაპზე და იქნებით გამარჯვებული. თქვენ გადადიხართ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში, ან ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში. შესაძლებელია ამაზე ფიქრობდით დიდი ხნის უკან, მაგრამ არ ქონდათ კარგი და ზუსტი გეგმა შემუშავებული. ახლა კი ამ დროისთვის უკვე გიყავთ შემუშავებული და თუ არ გაქვს მალე გექნებათ გეგმა შემუშავებული, სად გადახვიდეთ, რომელი ქალაქიდან, რომელი ქალაქში, ან რომელი ქვეყნიდან, რომელი ქვეყანაში და რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ. გადაწყვეტილება არის სწორი, მოგიტანს წარმატებას, მეგობრებო. ალბათ ბევრი საზღვარგარეთ გაემგზავრება, არ ვიცი. კი, გადასვლის შემდეგ თქვენ იღებთ მესაკუთრეობას, ეს არ იქნება ახლა ვიღაცა რო რაღაცას დაგიტოვებთ, არა, ეს თქვენი შრომით, ამის გამო გადადიხართ, ამ მესაკუთრეობის გამო გადადიხართ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, რომელიც მოგიტანს წესვლას გამარჯვებას, ანუ იმ გამარჯვებას მოგიტანს რა გულის ნადებით, გაქვთ რა გულის ჩანაფიქრი გაქვთ, აი ის იმას განავითარებთ სწორად, ის საგისრულდებათ. ამისთვის ყველაფერი შევიძლებთ, ხართ უნარიანი. ანუ სანამ მოხდება სიტუაცია, თქვენ მანამდე გაქვთ გათვლილი ყველაფერი გეგმა თუ რა უნდა ქნათ, როგორ შეიმუშაოთ, რა გეგმა დააფიქსიროთ, რადგან წახვიდეთ წინ და მოუტანოთ საკუთარ თავებს განვითარება. და ეს გადადგმული ნაბიჯი, მეგობრებო, თქვენ მოგიტანს მესაკუთრეობას, ანუ ვიცით, გათვლილი გაქვთ რისთვის მიდიხართ, რა გინდათ და რატო. შემუშავებული გაქვთ ყველანაირი გზა, ყველანაირი გეგმა, გამარჯვება და რაც მთავარია მინდა გითხრათ, რომ გამარჯვებით ხართ ის პიროვნება, ვისაც გამარჯვებისთვის ყოველთვის და ყველაფერი მზად გაქვთ. არ ნებდებით, უბრალოდ არ ნებდებით წაგებას. ან როგორ უნდა წააგოთ მაშინ, როდესაც წინასწარ გაქვთ გათვლილი და დაგეგმილი ყველაფერი. და ამიტომ ალბათ ეს არის ისესი, რომ ძალიან ხშირად ხართ გამარჯვების გზებზე და საკუთარი თავისთვის მოგაქვთ გამარჯვება. აქ არის ასევე ფინანსების მეფე სასიყვარულო სფეროში ვიღაცასთან რაღაცაზე შეთავაზებაში. ადამიანს უკავია ფინანსები ხარში და ვიღაცას რაღაცას სთავაზობს. ადამიანი ახლა ეძებს გზებს თუ როგორ გადადგას ნაბიჯები, ამასაც ახლა მიზნად ვისაუბრეთ და ადამიანი გადადგავს ნაბიჯებს, ინათებს გზას. აქ როგორი ნაბიჯების გადადგმა აიცით, მეგობრებო, სადაც გულის ტკივილი იყო, პარტნიორთან კამათი იყო, ჩხუბი იყო, გაურკვევლობა იყო. შეიძლება იჩხუბეთ, იკამათეთ. და სწორედ აქ გადადგავთ ნაბიჯებს პარტნიორთან, გულნადგენ პარტნიორთან შესარიგებლად. ანუ ელოდებით ფინანსებს, ეს უფრო მამაკაცებსია, ელოდებით ფინანსების განვითარებას, ფინანსების ხელში დაჭერის შემდეგ გადადგავთ სასიყვარულო სფეროში თქვენს გულნადგენ პარტნიორთან კარგად შემუშავებულ ნაბიჯს, შესაძლებელია ეს იყოს რაღაც საჩუქარით მისვლა, დაახლოება პარტნიორთან და თქვენი მიზანის კი არ არის, რომ რაღაცა საჩუქარი აჩუქოთ ადამიანს. არა, მიზანი არის მისი გული მოიგოთ და მისი ნადგენი გული გამოასწოროთ, დაასტაბილუროთ მდგომარეობა და ანუ თქვენი დაშვებული შეცდომა გამოასწოროთ. აქ არის მამაკაცები დაფიქსირებული მამაკაცებმა, რომლებმაც თავისი დაუფიქრებელი საქციელით მანდილოსან სარწყინეს გული და ახლა ელოდებიან ფინანსების ხელში დაკავებას, რათა მოინადირონ მანდილოსანის გული და გამოასწორონ თავის დაშვებული შეცდომა. გილოცავთ, მეგობრებო, ძალიან არაჩვეულებრივი კარგი გაშლა იყო და ალბათ გაიგეთ, რომ გაშლა არ იყო ერთ ადამიანზე რეზონირებადი, აქ მე წავიკითხე ძალიან ბევრი ენერგიები და როდესაც სხვადასხვა ენერგიებს ვკითხულობ, მე აქ ვიმეორებ ენერგიებს, რათა უფრო მეტად კარგად გაიგოთ და როდესაც სამყაროში უფრო და უფრო მეტად უშვებთ ამ ყველაფერს, უფრო მეტად რეზონირდება, გაიგეთ, ვინაც არ იცით, ახლა აგიხსნით, მაგრამ ზოგმა შეიძლება ვინც არ იცის, არც დაიჯროს რა ძალებზე და ენერგიებზე ვსაუბრობ ახლა მე და ამიტომ ახსნა განმარტებებს არ ვაპირებ აქ დაწვრილებით, მაგრამ მაინც გეტყვით, აი, როდესაც უფრო ხშირად იმეორებ
გაშლის დროს უფრო მეტად რეზონირდება და მე ამ კარგსაც კარგი ფიქსირდება ვიმეორებ ხოლმე ძალიან ხშირად, რათა უფრო მეტად მოვიდეს თქვენთან და რეზონირდეს თქვენთან. მაგრამ აქ იმდენ ვარიანტი, იმდენი მხარე განვიხილე, იმდენი სიტუაცია განვიხილე, უბრალოდ ხშირად განმეორება შეუძლებელი იყო, მაგრამ ერთი ყველაზე ვარიანტი რაც დაფიქსირდა ჩემთვის, აი იგი იყო ყველაზე ნაღდი, რომ ადამიანი ზის კომფორტის ზონაში არ გამოდის კომფორტის ზონიდან და ელოდება ფინანსების განვითარებას და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი წარბს არ ატოკებს ამ ფინანსების განვითარებაზე. ფინანსები ვითარდება რაღაც სწრაფი ენერგიებით, ხო? ძალიან სწრაფი ენერგიებით და ეს სწრაფი განვითარება იმდენად სწრაფად ვითარდება ფინანსები, იმდენად სწრაფი ენერგიებით ვითარდება ფინანსები, რომ ადამიანი გადადის სიმდიდრის ეტაპში. გილოცავთ მეგობრებო, არაჩვეულებრივი გაშლა იყო, ცუდი არავისთვის არაფერი დაფიქსირებულა, ვინაც საკუთარი თავი აღმოაჩინეთ, ყველას გილოცავთ, ყველასთვის კარგი რაღაც იყო, მაგრამ წარბ აუტოგებელმა ადამიანმა შემძრა, ასე გითხრათ. ძალიან კარგი ნერვები აქვს და წარმატებას უსურვებ მასაც და არა მარტო მას, არამედ ყველას, მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ, ვინც მე მისმენთ, ვინც ჩემს არხზე რეგისტრირდებით და უფრო მეტად ისინი, ვინც მალაიქებთ. ყველას წარმატებებს გისურვებთ პირად ცხოვრებაში. მიყვარხართ.